ქართული ფოლკლორი, მხატვრული რეწვის ნიმუშები, ფოტოსალონი და სახალხო სეირნობა ეროვნულ კოსტუმებში. ქუთაისში ახალგაზრდული ფოლკლორული ფესტივალი დროში მოგზაურობა გაიმართა. ფესტივალი ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრი იმერეთისა და სხვა რეგიონების ანსამბლების კონცერტით გაიხსნა. ჩვენ ვართ რაჭიდან, ამბროლაურის რაიონი, ქალაქ ამბროლაურიდან, დავით თორაძის სახელობის სახელოვნებო სამუსიკო სკოლა ვართ დღეს და ყავს ორი ანსამბლით ვართ წარმოდგენილი, ქორეოგრაფიული ანსამბლი TMC და ხალხურ საკრავთა ანსამბლი საპოვნელა და წარმოვადგენთ რაჭულ კომპოზიციას. ჩვენ ქუთაისიდან ვართ, მერვე საჯარო სკოლიდან. აჭარული და რაჭული. მოგწონსება? დიახ, ძალიან. ეს როგორი დაწყობაა? ძალიან კარგი. ხონის ნომერი 2 საჯარო სკოლასთან არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი იმედი. ანსამბლი არის საერთაშორისო, როგორც საზღვარგარეთის რესპუბლიკა, ასევე რესპუბლიკური და სხვადასხვა ფესტივალებისა და კონკურსების ლაურეატები. დღეს გამოვიდნენ როგორც დიდი თაობა, ასევე პატარა თაობები და წავსდექით ცეკვა განდაგანა აჭარულით. დღეს ცეკვა ხორუმით წავდგებით მაყურებლის წინაშე, ესენი ანსამბლი არ არის, ეს არის ჯგუფი. მეც და ბავშვებს სასიამოვნო განწყობა არის, რომ გვინდა რომ ძალიან კარგად გამოგვივიდეს ის ნაშრომი, რაც ჩვენ გვაქვს ჩადობილი ამ ცეკვაში. ორგანიზატორების განმარტებით ფესტივალის მიზანი ეროვნული კულტურული ხელოვნების ფოლკლორული ანსამბლების პოპულარიზაციისათვის ხელშეწყობა და ამ პროცესში ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის გაზრდაა. დღეს ქუთაისში ტარდება ახალგაზრდული ფოლკლორული ფესტივალი დროში მოგზაურობა, რომლის ძირითადი მიზანი არის ერთხელ კიდევ ქართული სიმდიდრის ეროვნული ჩვენი ფოლკლორის პოპულარიზაცია და ამ პოპულარიზაციაში ახალგაზრდების ჩართულობა და მათი მონაწილეობა. ეს ხდება გასეირნება დროში, რომლის ორგანიზება გაუკეთა კომპანია ნატალი და გვერდში დაუდგა ქალაქ ქუთაისის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული სამსახური, ქალბატონი თამარ ნიკოლაიშვილი, ქალბატონი მანანა მანაგაძე, ქალბატონი ცირა და მთლიანად ახალგაზრდები, რომლებიც კონტაქტობენ ჩვენთან. მოგვიანებით ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ხალხური რეწვის პროდუქციის გამოფენა გაყიდვა მოეწყო. წარმოდგენილი იყო ფოლკლორული ფოტოსალონი, მოეწყო სახალხო სეირნობა ეროვნულ კოსტუმებში. ჩვენ გახლავართ წყალტუბოდან, წყალტუბოში მცხოვრები შემოქმედი ადამიანების ნამუშევრებია, ხელოვანია ხალხის, რომლებიც თავისი ნიჭით, თავისი გულწრფელობით, თავისი სიყვარულით, თავისი ადამიანობით, რომლებსაც არსად არ უსწავლიათ, შექმნენ ესეთი ლამაზი ნამუშევრები და თითოეული მათგან სჭირდება შემოქმედებითი ხედვა, სჭირდება თანადგომა და დღეს ეს ზუსტად ის დღე არის, სადაც შეიძლება საზოგადოების წინაშე წავდგეთ ესეთი ლამაზი შემოქმედებითი ნამუშევრები. ჩვენ ვართ თერჯოლიდან, თერჯოლის მუნიციპალიტეტი გახლავართ. ძირითადად გვაქვს თექა გობელენი, ხათუნა გურულის
ნამუშევრები, გვაქვს ბავშვების ნამუშევრებიც, მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის, გვაქვს ლევან ცხელიშვილის ხაზზე ხის მხატვრული დამუშავების მიერ ნაკეთები ნამუშევრები. მეც ვიტოვებთ, რომ მოეწონება მნახველებს. მე წარმოვადგენ ონის რაიონს თექის სახელოსნო ედენა, რომელიც სულ 2 თვის გახსნილია და პირველად ვიღებთ ესეთ მასშტაბურ ღონისძიებაში მონაწილეობას. მოხაროლები ვიქნებით, თუ ესეთი ღონისძიებები ხშირად იქნება და მოგვეცემა საშუალება ჩვენი თექა ვაჩვენოთ საზოგადოებას. ჩვენ ჩამოვედით ვანის მუნიციპალიტეტიდან, ჩამოვიტანეთ ხელნაკეთი ნამუშევრები, ძალიან საინტერესო ადამიანების შემოქმედება. ზოგადად ეს დღეა ძალიან ლამაზი და საინტერესო და ხშირად უნდა ჩატარდეს ასეთი შეხვედრები და ასეთი დღეები და ხელოვანმა ადამიანებმა ნახონ ერთმანეთის ნამუშევრები, გაიზიარონ. ხონის რაიონი, ქალაქის სკოლა არის, სამხატვრო სკოლა, რომელიც ბავშვების ნამუშევრები არის. ჩვენი სკოლა არის 6 წლიანი, რა თქმა უნდა, სწავლა უფასო არის და მე თვითონ პედაგოგი ვარ. კერამიკის ჯგუფს ვასწავლ. დღეს წარმოდგენილი გვაქვს სხვადასხვა ბავშვების ნამუშევარი, სხვადასხვა ასაკის, რა თქმა უნდა. კოსტუმების გამოფენა მოეწყო ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში. თეატრის ადმინისტრაციამ ფოიეში სხვადასხვა სპექტაკლების კოსტუმები, პირველი აფიშები და მოსაწვევები წარმოადგინა. ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი სიამოვნებით უერთდება ქალაქში გამართულ ახალგაზრდულ ფოლკლორულ ფესტივალს და ჩვენს ფოიეში წარმოდგენილი გვაქვს ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის მუზეუმში დაცული ყველაზე ძვირფასი ექსპონატები, ეს სხვადასხვა სპექტაკლში გამოყენებული კოსტუმები, პირველი აფიშები, რომლითაც გაიხსნა თეატრი და მიხარია, რომ ძალიან ბევრი სტუმარი ყავს და ახალგაზრდები არიან ჩვენი სტუმრები, რათა გაიგონ და იცოდნენ თუ რა ისტორია გააჩნია ამ თეატრს. ფესტივალი ქუთაისში ფოიერვერკით დასრულდა. ღონისძიების მიმდინარეობისას ასევე მოეწყო მონაწილე ბუნებისა და ფოლკლორული ანსამბლების დაჯილდოების საზეიმო ცერემონია. ჯილდოები გადაეცათ საპატიო სტუმრებსაც, როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, ფესტივალს საომავლო ტრადიციული სახე მიეცემა და ყოველი ოქტომბრის ბოლო შაბათს აღინიშნება.